ვიყავით ერთ-ერთი პირველი კერძო ონკოლოგიური კლინიკა საქართველოში, გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ქართულ-გერმანული ონკოლოგიური კლინიკა, რომლის მთავარი მიზანი იყო ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. ეს პროფესორი კონსტანტინე მარდალიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ეს კლინიკა. დროის ცვლილებასთან ერთად ეძებდით ახალ მიმართულებებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის საკმაოდ რთულ პროცესში. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად მივიჩნიათ ადამიანის ღეროვანი უჯრედები, თორემ უკვე იყო მჭიდრო კავშირში ონკოლოგიასთან იმ კუთხით, რომ თქვა ძვლისთვინის ტრანსპლანტაცია წარმოადგენდა ლეიკემიის მკურნალობის ერთ-ერთ ესეთ მძლავრ საშუალებას. მე აღმოჩნდა, რომ ეს ღეროვანი უჯრედები შეიძლება ძალიან ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოთაც ეფექტურად ყოფილიყო გამოყენებული და 2000 წლიდან შევქმნით ციტოგენეტიკური ლაბორატორია, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ღეროვანი უჯრედების მიღება, შესწავლა, კრიოპრეზერვაცია, ანუ ხანგრძლივი დროით შენახვა და მეორე კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. 2000 წლიდან მუშაობდით სხვადასხვა ტიპის ღეროვან უჯრედებზე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებზე მუშაობა, იმიტომ რომ ჭიპლარის სისხლი წარმოადგენს ძალიან დიდ წყაროს ღეროვანი უჯრედების და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი დაავადების მკურნალობა შეიძლება მომავალში ამ უჯრედების გამოყენებით. აი ამ პირველად ეს იყო 2006 წელს თბილისის მერიამ გამოაცხადა გრანტი, ასეთი კონკურსი იყო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად და გრანტის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენდა ასეთი მძიმე ონკოლოგიური ანამნეზის და გენეტიკის მქონე ბავშვებისთვის, რომ სახელმწიფო შეენახა ჭიპლარის სისხლი. ესეთი რაღაცა ხდება, ძალიან კარგი პროექტი იყო. ამერიკაში ასეც ხდება, რომ მშობლები არ იხდიან ფულს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო თვითონ უფინანსებს მშობლს ბავშვის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვას, იმ შემთხვევაში თუ მძიმე ონკოლოგიური გენეტიკა აქვს ბავშვებს, ანუ უახლოეს ნათესავებში თუ ხშირია ონკოლოგიური დაავადებები. 2006 წელს ჩვენ მქონდა უკვე იმის გამოცდილება, რომ აგვეღო და შეგვენახა ჭიპლარის სისხლი და შევასრულეთ ეს მერის პროექტი. და ამის შესახებ მედიაშიც გავრცელდა გადაცემა გაკეთდა. იმხელა გამოხმაურება პოვა ამ გადაცემა, რომ ჩვენ საერთოდ ვაპირებდით ამის კომერციულ, ანუ კერძო ბანკის შექმნას. მაგრამ ვეღარ ავედით უბრალოდ სატელეფონო ზარებსაც იმდენი ხალხი დაინტერესდა ამ პროექტით და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ დაგვიარსებინა ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკი. აი თქვენ მინდა აღვნიშნო, რას ნიშნავს კერძო ბანკი და იმიტომ რომ არსებობს საზოგადოებრივი ბანკიც. ანუ კერძო ბანკში მშობელი თვითონ იხდის ფულს იმისთვის, რომ მისი შვილის ღეროვანი უჯრედები იქნას შენახული მომავალში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები გამუშავდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. საზოგადოების ინტერესი დღითი დღე იზრდება, დაახლოებით 5000-მდე ნიმუში გვაქვს უკვე. ნებისმიერ სამშობიაროში საქართველოს მასშტაბით შეუძლია ნებისმიერმა კლიენტმა მოითხოვოს და მიან გინეკოლოგი აიღებს. 24 საათია ქვადა, სპეციალური კურიერის საშუალებით ხდება მისი მოტანა. პირველი წლის ღირებულება შეადგენს 780 ევროს ექვივალენტ ლარს, რაც მოიცავს ახალშობილის დაბადებისთანავე ჭიპლარის სისხლის აღებას, მისგან ღეროვანი უჯრედების მიღებას, ბაქტერიულ და ვირუსულ ტესტირებაზე შემოწმებას, იმუნოფენოტიპირებას, კრიოპრეზერვაციას და კრიოგენულ შენახვას. 780 ევრო შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც პირდაპირ, ასევე გვაქვს განვადება. ხოლო ყოველი მომდევნო წლის ღირებულება შეადგენს 100 ევროს ექვივალენტს. აქ არის ეს ჭიპლარის სისხლი, რომელიც უნდა ჩამოიცალოს იმ სინჯარებში. აი ახლა ეს იქნება ჩამოსხმის მომენტი. სტერილურად რომ მოხდეს ჩამოსხმა, კეთდება ეს სუსტა.
თქვენ აქ ხედავთ ჭიპარის სისხლის სისხლს, რომელიც შეგროვებულია სპეციალურ სტერილურ პაკეტებში და ხდება ჭიპარის სისხლის ჩამოსხმა სინჯარებში. ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ ჭიპარის სისხლის უჯრედების ერთმანეთისგან განცალკევებას. ჩვენ ლეიკოციტების და ღეროვანი უჯრედების განცალკევებას ვახორციელებთ ერითროციტებისაგან, ანუ სისხლის წითელი უჯრედებისაგან. ერითროციტები ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, ამიტომაც მას ვაშორებთ შესანახ ჭიპარის სისხლს. ეხლა ხდება სინჯარებში გადანაწილება, დიახ, იმიტომ რომ ცენტრიფუგის პრინციპია, რომ სამივე სინჯარაში უნდა იყოს ზუსტად თანაბარი პატარა დისბალანსი და აირება ცენტრიფუგა აღარ იმუშავებს, გაჩერდება ავტომატურად. და ხდება იმ დანამატი ნივთიერების ჰიდროქსიეთილ სახამებლის დამატება, ეს გამჭვირვალე ნივთიერება რაც არის, რომელიც აუცილებელია, რომ ერითროციტების გამოლექვა დააჩქაროს. ამას ვეძახით ერითროციტების დეპლეციას, ანუ ერითროციტების მოშორებას და ეს 99% ერითროციტებისა შორდება, ასე 100%-იანს ვერ ვახცევთ, მაგრამ ის კიდევ გაყინვის შედეგად დაიშლება ეს 1% რაც დარჩება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოცულობაც გაცილებით ფლებულობს და მოხერხებული და მსოფლიო სტანდარტი ზუსტად ეს არის, რასაც ახლა თქვენ ვაყურებთ. ეს კარგად შერევა უნდა ერთმანეთში და 15 წუთის შემდგომ ჩვენ ვნახავთ, რომ გამოიყოფა ორი შრე, ზედა შრე პლაზმასთან ერთად და ქვედა შრე ერითროციტებისა. პლაზმასთან ერთად ლეიკოციტებია. დამუშავების დროს აუცილებელია პარალელურად ავიღოთ მცირე რაოდენობით მასალა კვლევისათვის, რაც გულისხმობს სისხლის საერთო ანალიზს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის დადგენას, ასევე გარკვეულ სეროლოგიურ კვლევებს, რომლისთვისაც საგანგებოდ ვათავისუფლებთ შრატს და გარკვეული რაოდენობის შრატი მიდის გამოკვლევაზე, ასევე სისხლის გარკვეული მცირე რაოდენობაც. ნალექს ხედავთ, აი აქ არის ღეროვანი უჯრედების განთავსებული, ქვემოთ რომ დალექილია. ზემო ნაწილი არის უკვე პლაზმა და ეს ჰიდროქსიეთილ სახამების ნარევი. ჩვენ ამასაც ისე სპეციალური პიპეტებით ამოვასუფთავებთ, და იმას დავტოვებთ ნალექს და შევაგროვებთ ცალკე. ეს არის ჩვენი საცავი, სადაც არის თხევადი აზოტი და ჩვენი უჯრედები ინახება ორთქლის ფაზაში. თქვენ ხედავთ, აი აქ არის 4 დიდი სინჯარა, რომელშიც საერთო ჯამში 20 მლ-ის უჯრედული სუსპენზია ინახება და ესენი არის მცირე რაოდენობით ნიმუშები, რომელსაც ჩვენ თითო პაციენტზე ვინახავთ 4 განსხვავებული რაოდენობით, რადგანაც მომავალში საშუალება გქონდეთ თვალყური მივადევნოთ თუ როგორ არის ეს უჯრედები შენახული, რაიმე ახალი დაავადების, ვირუსული ან ბაქტერიოლოგიური ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში მათი კვლევა შევძლოთ და ასევე იმუნური თავსებადობის კვლევა თუ გახდება საჭირო, უჯრედები აქ გამზადებულია. ამიტომაც აი ასეთი თითო პაციენტზე არის 4, ეხლა მე შევხედეთ. მონიშნული არის მარკირებული ყველაფერი. ჩვენ 4 მარკერი გვაქვს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა, ეს არის საიდენტიფიკაციო ნომერი ჩვენთან, დამზადების თარიღი, პაციენტის სახელი და გვარი და 13 ციფრიანი სტრიქკოდი, ანუ ბარკოდი, რომელიც უნიკალურია ყოველი პაციენტისათვის. უნიკალურია და განუმეორებელია და ჩვენ ამის მიხედვით ვახერხებთ იმას, რომ გამორიცხულია ყოველნაირი აღრევა პაციენტებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულ პაციენტზე გვაქვს 120 მონაცემთა ბაზაში 120 სხვადასხვა მონაცემი, დაწყებული სამშობიარობის დროით, წუთების ჩათვლით და დამთავრებული თუ რა ნივთიერებები გამოვიყენეთ, რომდენმე ქონდა მათ ვადა, მოკლედ საერთაშორისო სტანდარტებს სრულად ვაკმაყოფილებთ ჩვენი მონაცემთა ბაზით. დიდი ხანია ვთანამშრომლობ ჭიბლარის სისხლის ბანკთან, ქალბატონ თამუნასთან. ეს იყო 2007 წლიდან. როგორც კი შევიტყვე ამ ღეროვანი უჯრედების შესახებ, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი შვილიშვილების ჭიბლარის სისხლი შემენახა და უკვე დიდი ხანია მესამე შვილიშვილის, რომელიც 2014 წელს დაიბადა,
8 ნოემბერს მესამე შვილიშვილის პასპორტი ავიღე დღეს და მიმაქვს სახლში. ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მეთოდი არის ეს ჭიპლარის სისხლი. ღმერთმა არასოდეს არ დააჭიროთ, მაგრამ ნამდვილად სასურველია. აი მომავალში თუ კი საჭირო იქნება ან დედმამიშვილისთვის, ან ძალიან ახლო ნათესავისთვის, ახლა ვიცი, რამდენი პროცენტი არის შესაძლებლობა, რომ იქნეს გამოყენებული ეს ღეროვანი უჯრედები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის, აი პრევენცია რომ რაღაც ჩავატაროთ მაინც რაიმე დაავადების და გქონდეს ეს შესაძლებლობა, რომ ღეროვანი უჯრედები საჭიროების შემთხვევაში იქნეს გამოყენებული. ჭიპლარის სისხლის გამოყენება სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში ითვლის რამდენიმე ათეულ წელს. პირველი ტრანსპლანტაცია განხორციელდა 1998 წლის ოქტომბერში. საფრანგეთში ეს იყო თანდაყოლილი სისხლნაკლებობის ანემიის დროს გამოყენებული ფანკონის ანემია, ასეთი სპეციფიური დაავადება, რომელიც არის სასიკვდილო, ფატალური. 6 წლის ბავშვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადაუნერგეს თავისი დედმამიშვილის ახალშობილის ჭიპლარის სისხლი და ის განიკორნა. დღესაც ცოცხალია ეს ადამიანი, ყავს ბედნიერი ოჯახი და ჯანმრთელია. შემდგომში, ამის შემდგომ ჭიპლარის სისხლმა უფრო ფართო გამოყენება პოვა და 1991 წელს ლეიკემიის სამკურნალოთაც იქნა გამოყენებული. პირველ რიგში ოფიციალურად დღეს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები არის სისხლის 80-მდე დაავადების, სისხლის დაავადებების სამკურნალოდ ოფიციალურად აღიარებულ მეთოდად ითვლება მთელ მსოფლიოში და თორსები 25,000-ზე მეტი წარმატებული ტრანსპლანტაცია უკვე განხორციელებული, შეიძლება მეტიც 1 წლის წინ იყო ასეთი ციფრი. გარდა ამისა, მიდის კვლევები ამ ღეროვანი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მათი ეფექტურობის შესაფასებლად. რას გულისხმობს, ეს არის თქვათ შაქრიანი დიაბეტი, ეს არის ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების, ღვიძლის ციროზი, ეს არის ხერხემლის ტრავმები. როდესაც ჭიპლარის სისხლი ინახება, ძირითადი დანიშნულება მისი არის მაინც ავტოლოგიური, ანუ საკუთარი ორგანიზმისთვის გამოყენება მომავალში. იმ შემთხვევაში თუ გარკვეული დაავადებები განვითარდება. როგორც მოგახსენეთ, სისხლის ონკოლოგიური დაავადებების დროს შეიძლება მისი გამოყენება, განსაკუთრებით ლიმფომების დროს საკუთარი ჭიპლარის სისხლის გამოყენება მიღებულია. ასევე მიელომური დაავადების დროს. არის ასევე გარკვეული ტიპის სიმსივნური დაავადებები, რეტინობლასტომები მაგალითად, რომლის დროსაც საკუთარი ჭიპლარის სისხლის გამოყენება შესაძლებელია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ძალიან მძლავრად იკიდებს ფეხს ეგრეთ წოდებული აღდგენითი, ანუ რეგენერაციული მედიცინა. და ამ რეგენერაციული მედიცინაში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენება. ეს არის აღდგენითი მედიცინა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ნერვული სისტემის დაავადება, ბავშვებში ხშირია ცერებრული დამბლა. ეს 3-ში 1 ბავშვი შეიძლება დაემართოს, არავინ იცის ვის მოუწევს, განსაკუთრებით თუ ნაადრევად დაბადებული ბავშვები არიან, დღენაკრული ბავშვები, რომელსაც გარკვეული პერიოდი არ დასალდათ სრული მოცვალყოფნის პერიოდი და ნაადრევად დაიბადნენ. ძალიან მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის დროს მიმდინარეობს კვლევები, სადაც მისი გამოყენება ხდება. დაიწყო კვლევები, სადაც აუტიზმის დროს ხდება ამ ჭიპლარის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენება. სადღეისოდ მიმდინარეობს ეს კვლევები. გულის თანდაყოლილი გარკვეული ტიპის მანკების დროს გამოიყენება აი ეს თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების დროს ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს. ყველაზე შორს წასული მაინც ისე მე უნდა დაუბრუნდეთ ცერებრულ დამბლას, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ცენტრი, ამისი ეს არის ჩრდილოეთ კაროლინაში, დიუკის უნივერსიტეტი და პროფესორი ჯოან კურცბერგი ატარებს ამ მკურნალობას. ეს მიმდინარეობს შემდეგნაირად, თუ იქ უკვე ჩატარებულია მრავალასეულ პაციენტზე კვლევები, კლინიკური კვლევები, მან აჩვენა გარკვეული შედეგები, დადებითი შედეგები. საქმე იმაშია, რომ ცერებრულ დამბლას სხვა მკურნალობა არ აქვს. არის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ჩვეულებრივ ვენაში გადასხმა, ინფუზია იწვევს იმას, რომ შესაძლებელია სმენის გარკვეულწილად აღდგენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, რადგან სმენის დაქვეითება შემდგომ მათი მეტყველების განვითარებასაც მნიშვნელოვნად აფერხებს და ცხადია ეს შემდგომ მენტალურ განვითარებასაც ხელს უშლის. რამოდენიმე დიდი პლუსი გააჩნია კერძო ბანკს.
ეს ერთი თავარი ის რომ ეს არის მისი შვილის და კონკრეტულად იმ ადამიანისთვის არის განსახული ვისთვისაც ინახება და შემდგომში მკურნალობის დროს აღარ არის საჭირო თქვა მისი ქსოვილურ თავსებადობაზე ტესტი პირდაპირ შეიძლება უმჯრედების გამოყენება დონორის ძებნა აღარ არის საჭირო. აი საზოგადოებრივ ბანკებში ეს სოფლიოში ეს ბანკები გაერთიანებული არიან ერთ დიდ ქსელში, სადაც უკვე იციან ის ხაშელა ტიპი, ანუ ქსოვილური რა ტიპის თავსებადობა და ვისაც ჭირდება მეორე უკვე რეციპიენტს, ეძებენ დონორს ამ საზოგადოებრივ ბანკში და მათ ვისაც შენახული ექნება თავისი სისხლი კერძო ბანკში უკვე აღარ ჭირდება ეს თავსებადობა და მას საჭიროების შემთხვევაში უკვე მზად აქვს ეს მასალა გამოყენებისათვის. თანხმედრას დედმამიშვილებს შორის გენეტიკური თანხმედრა, რომლის დროსაც შესაძლებელია ჭიპლარის სისხლის გამოყენება სამკურნალოდ, არის 25%, ანუ 1/4-ზე. ესე იგი, შემთხვევათა 25%-ში ეს თანხმედრა არის სრულფასოვანი. მშობლებს და შვილებს შორის თანხმედრა არის ზუსტად 50%. და აი ამ 50%-იანი თანხმედრის დროს აუცილებელია, რომ გარკვეული იმუნური დათრგუნა მოხდეს ორგანიზმის, რომ იგუოს აი ეს მისთვის შედარებით უცხო შვილის, თუმცა უცხო უჯრედები. თუმცა არის აღწერილი შემთხვევები, სადაც დედა განკურნებულა ლეიკემიით თავისი ახალშობილის ლეიკემიისგან თავისი ახალშობილის მიერ გაღებული ჭიპლარის სისხლით. და ეს ბედნიერი ისტორია, დღესაც ცოცხლები არიან, ეს უკვე 15 წლის წინანდელი ისტორია. ჩვენი კლინიკა სახელწოდებაც ქონდა აქვს უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრი. ანუ ჩვენ არ გულისხმობთ მხოლოდ ამ უჯრედების შენახვას და მარტო ბანკი არ არის. ეს ცალკე ერთი თემა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვარ დაკავებული აი ამ ღეროვანი უჯრედების კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებითაც. ხშირად გვეკითხებიან, რომ ვის გამოადგა. რამდენ ბავშვს გამოადგა უკვე. საბედნიეროდ ეს ბავშვები ჯერ პატარები არიან და ყველა ჯანმრთელად არის ჩვენი კლიენტები და მათ არ დაჭიროებიათ, მაგრამ ჩვენ გვყავს ასაკიანი მოზრდილი პაციენტებიც, რომელთაც ჭირდებათ ანალოგიური მკურნალობა და მათთვის ვიყენებთ ავტოლოგიურ ღეროვან უჯრედებს. მათ იმ პერიოდში არ იყო საშუალება რომ შეენახათ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და სხვა გზა არ გვაქვს და ვიღებთ ისე კონკრეტულად ამ ადამიანის ზვლის ტვინიდან იმას ამუშავებთ, გამოვყოფთ, ვზდით, რაც საჭირო არის და მერე ვიყენებთ კლინიკურ პრაქტიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაც ახალგაზრდა ღეროვანი უჯრედი, მას მეტი ძალა აქვს და უფრო მეტი თერაპიული ეფექტით შესაბამისად. ანუ მისი თქმა მინდა, როდესაც მშობიარობის დროს აღებული და გაყინული ღეროვანი უჯრედი გაცილებით მძლავრია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედი. ჩვენთან ასაკის მატებასთან ერთად ღეროვანი უჯრედების რაოდენობას გვიმცირდება და მათი პროლიფერაციის, ანუ სხვა უჯრედებად გარდაქმნის უნარიც მცირდება. თუმცა ისიც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ჩვენ იყო ადრე პრეზიდენტის პროგრამა ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებს ძვლის ტვინიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით მკურნალობდით და ძალიან დამაიმედებელი შედეგები მივიღეთ. ეხლა ვახორციელებთ პროგრამას ხერხემლის ტრამვებით და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებულ პაციენტებში აი ამ ძვლის ტვინიდან აღებული ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას ვახორციელებთ და იქაც ძალიან კარგი შედეგები არის მიღებული. აი, როდესაც დადგება საკითხი, ვთქვათ, იმ ბავშვების ჯანმრთელობაზე, რომელთაც უკვე საკუთარი ჭიპლარის სისხლი აქვს შენახული, იქ გაცილებით უკეთ შედეგებს ველოდებით, იმიტომ რომ ის უჯრედები გაცილებით მძლავრი იქნება, ვიდრე აი ახლა მოზრდილი ადამიანის ღეროვანი უჯრედები არის.